გამარჯობა BMG-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ფექა ბაციკაძე გაუძღვება, გიყურებთ TV+-ს და გვისმენთ ჩვენი პარტნიორი რადიოების თბილისის ჰერეთს და ციტრუსის საშუალებით. ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ლარი კვლავ უფასურდება, დღევანდელი ვაჭრობა 3.31 მიასადი კურსით გაიხსნა. ამ დროისათვის კი $1 ღირებულება 3 ლარი და 33 თეთრია. COVID-19 ეროვნული ვალუტა შეზღუდვები, პოლიტიკური დაძაბულობა, როგორ მოქმედებს მიმდინარე პროცესები ბიზნესზე, გიორგი კაჭარავა, ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, ბექა. პირველ რიგში თქვენი შეფასება ბიზნეს მოლოდინები მიმდინარე პროცესების ფონზე, მე არ გულისხმობ მხოლოდ ცხადია ვირუსს, არ გულისხმობ მხოლოდ ლარის კურსს, გულისხმობ პოლიტიკურ დაძაბულობასაც, რომელიც არის ქვეყანაში. მადლობა შეკითხვისთვის. ვფიქრობ, რომ საყურადღებო იყო ევროკავშირის და ამერიკის საელჩოს განცხადება პროცესებთან დაკავშირებით, სადაც ხაზგასმული იყო ერთმნიშვნელოვნად, რომ აუცილებელია დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების შესახებ სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესის განხორციელება. ვფიქრობთ, რომ კანონის უზენაესობა და პროგნოზირებადობა არის უმნიშვნელოვანესი ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენ ივნისის დასაწყისში 15 ბიზნეს ასოციაცია მივმართეთ მთავრობას მეორე ტალღის არსებობის შემთხვევაში, რომ შემუშავებულიყო წინასწარ სამოქმედო გეგმა. შედეგად რა მივიღეთ, მაგალითისთვის 7 ნოემბერს მთავრობამ გამოაცხადა ეგრეთ წოდებული მორიგი წერტილოვანი შეზღუდვა და რაც პრაქტიკულად ძალაში შევიდა დღენახევარში და გამოცხადებული იყო, რომ საარჩევნო შტაბთან უნდა შეთანხმდეს გარკვეული ნებართვები საშვები, თუმცა წარმოგიდგენიათ რამხელა ინფორმაციულ დაწოლას მიიღებდა თუნდაც ზოგადი საინფორმაციო სამსახური 114 რამდენი ბიზნესისგან შევიდოდა შეკითხვები. ჩვენი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩამოყალიბებულიყო წინასწარ ეტაპების მიხედვით ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და წინასწარ განსაზღვრულიყო ის გეგმა, რითაც მთავრობას ექნებოდა კომუნიკაცია ბიზნესთან. რაც ახლა მოხდა დღენახევარში, იმის გაკეთება იმის 90%. ბატონო გიორგი, აი ეს პროცესები იძლებოდა გარკვეულ ფორს მაჟორში გადაყავს იმ მოცემულობასაც, რომელიც გვაქვს, მე პოლიტიკურს გულისხმობ, შეიძლება რა თქვა ის შეზღუდვების ნაწილი, რომელიც არის გარკვეულმა საზოგადოების ნაწილმა დაუკავშიროს მათ შორის ამ პოლიტიკურ ვითარებასაც, მაგრამ მე მინდა კითხოთ, ბიზნესმენების ნაწილი, მაგალითად ლაშა პაპაშვილი თვლის, რომ უნდა გადავიდეს მოლაპარაკების რეჟიმში, ანუ კუჩიდან, აქციებიდან მოლაპარაკების რეჟიმში ხელისუფლება და ოპოზიცია. გიორგი გახარიამაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით დღეს გავრცელა განცხადება, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის. როგორ ფიქრობთ თქვენ ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭო, ეს პროცესი როგორ შეიძლება რომ გაგრძელდეს და მივიღოთ ასე ვთქვათ სტაბილური და ნაწილობრივი განჭვრეტადი მდგომარეობა მაინც ქვეყანაში? იმიტომაც ვახსენე საუბრის დასაწყისში ევროკავშირის და აშშ-ის მხარეების განცხადება და იმ განცხადებაში არის ცალსახად მინიშნებული, რომ ევროკავშირის და აშშ-ის მხარეები გამოთქვამებს მზადყოფნას ამ პროცესში ჩაერთონ და თითოეულ დასაბუთებულ მტკიცებულებას, ესე ვთქვათ, არჩევნების გაყალბების უნდა მოყვეს შესაბამისი პროცესი, სასამართლო პროცესი და თითოეული შემთხვევა უნდა იყოს განხილული სამართლებრივი კუთხით. ვფიქრობ, რომ არსებობს ესე ვთქვათ შესაძლებლობა, რომ ყველაფერი დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში და ეს უნდა მოხდეს ჩვენი პარტნიორების, დასავლელი პარტნიორების აქტიური ჩართულობით. როგორც ეს მანამდე მოხდა, თუნდაც პროპორციულ სისტემასთან გადასვლის კუთხით. დიახ, განჭვრეტადობას რომ დაუბრუნდეთ, ანუ რამდენად შეეძლო მთავრობას, რომ იგივე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, რაც თქვენ საუბრობთ, რომ დღენახევარში შევიდა ფაქტიურად შეზღუდვები და დღეიდან უკვე 10-დან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია, იგივე პოლიტიკური აი ამ ვითარებიდან გამომდინარე, შეეძლო თუ არა წინასწარ განესაზღვრა ნაბიჯები სწორად და დაეგეგმა, ასე ვთქვათ, ქმედებები, რომელიც არ იქნებოდა და შედარებით ნაკლებად დამაზიანებელი იქნებოდა ბიზნესისთვის, ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ზუსტად მაგიტომ შევთავაზეთ ივნისის დასაწყისში მთავრობას კონსულტაციები ამ საკითხებზე, რომ წინასწარ ყოფილიყო გაწერილი სავარაუდო სამოქმედო გეგმა, რა თქმა უნდა, ამ გეგმაში შევიდოდა მე კორექტივები და ამ ყველაფრის გათვლა, ესე ვთქვათ, ეტაპების მიხედვით წინასწარ თავისუფლად შესაძლებელი იყო. თუნდაც წინასწარ დადგენილიყო ის ბიზნეს სუბიექტები, რომლებიც პირველ მეორე ტალღაში მოყვებოდნენ, წინასწარ გაცემულიყო საშვები, წინასწარ განსაზღვრულიყო ეს შტაბი, რომელიც წარმოადგენს, თქვა, მსხვილი ბიზნესის დამსაქმებების შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრებზე, ამ თემებზე თქვენ თუ ესწრებოდით და იყო თუ არა საუბარი, რომ აი რაღაც კონკრეტული სამოქმედო გეგმა ყოფილიყო. რაღაც გარკვეული შეხვედრები იყო, ანუ ეს კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, შედგა რამდენჯერმე ბიზნესთან, მაგრამ
მაგრამ შედეგი როგორც ჩანს ვერ მივიღეთ, ხო? ჩვენ ამ შეხვედრებზე დავესწარეთ რამოდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრთან იყო კონკრეტული ესე იგი შეთავაზებები სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა იქ აღნიშნეთ, რომ ეს შეხვედრა არ უნდა დარჩენილიყო ეს მხოლოდ შეხვედრად და თითოეულ საკითხს უნდა მიყოლა, მათ შორის შევთავაზეთ სქემა, რომ ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის მეშვეობით თითოეულ საკითხზე გამოყოფილიყო სამუშაო ჯგუფი მინისტრის მოადგილეების დონეზე და თითოეულ საკითხზე წარმართულიყო ბიზნესთან კონსულტაციები, რაზეც მივიღეთ დაპირება, რომ გაძლიერდება ზოგადად ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი და მომავალში იქნება უფრო მეტი ჩართულობა თითოეულ საკითხზე. თუმცა ვფიქრობთ, რომ პასუხი იყო, რომ ამ მიმართულებით იფიქრებენ და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს გააძლიერებენ და ეს სქემა მნიშვნელოვანია ხარ. მაგრამ მომავლისთვის შეიძლება ერთ თვეში და ორ თვეში თუ მოიფიქრე, შეიძლება აღარ იყოს ეს თქვა საჭიროებაც რაღაც გარკვეული ასე თქვა სამუშაო ჯგუფების და ამიტომ დრო არ იყო, თქვა ერთ კვირაში მოვიფიქრებთ, ორ კვირაში ამაზე არ იყო საუბარი. არა, მაგაზე საუბარი არ იყო, თუმცა ფაქტია, რომ ხუთმა ბიზნეს ასოციაციამ 3 ივნისს შესთავაზა მთავრობას მეორე ტალღის შემთხვევაში სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაზეც კონსულტაციები პრაქტიკულად არ დაწყებულა და არანაირი წინასწარი კონსულტაციები ზარალის მინიმიზაციის კუთხით არ ყოფილა ბიზნესთან. დიახ, ბატონო გიორგი და ბოლოს შეკითხვა რომ შევაჯამოთ თქვენ კომუნიკაცია გაქვთ ხადია ყოველდღიურად ბიზნესთან, კერძო სექტორთან, როგორია თქო ამ გადმოსახედიდან უახლოესი პერიოდის მოლოდინები ბიზნესში? ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია ეს პროცესები გადავიდეს სასტრაფოდ ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით მოლაპარაკების მაგიდასთან და მართლა მიღებულ იქნას რეალური გადაწყვეტილებები თითოეულ იმ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც მოხდა და ეს მეტ პროგნოზირებადობას და სტაბილურობას მისცემს ზოგადად საარჩევნო გარემოს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის პროცესები, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს. ვინაიდან ჩვენ არაერთ ზეწოლა უწევს ბიზნეს კოვიდის კუთხით, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით და კიდე დამატებითი პოლიტიკური ესე ვთქვათ ზეწოლა ნამდვილად არ უწყობს ხელს ბიზნესის განვითარებას. და ეს ფონი თუ მოიხსნება, მეტი შანსი ექნება ბიზნესს, რომ სწრაფად განვითარდეს. მადლობა, გიორგი კაჭარავა იყო ჩვენი სტუმარი, ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მადლობა მას მისი დროისთვის. საქმის კურსს ამით ვასრულებთ. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის. ნახვამდის.